როდის უნდა მორჩე წუწუნს, როდის უნდა მორჩე ყველასთან საუბარს, რომ ყველა შენ გტკენს, ყველა შენთან არის ცუდი, ყველა შენ გხალატობს მაინც. როდის უნდა მორჩე ამ ყველაფერს, არ დაიღალე? საბოლოოდ ვერ ხვდები, რომ ადამიანები უბრალოდ გიყენებენ? ამ სამყაროში ჩვენ იმისთვის არ მოვედით, რომ მხოლოდ ტკივილი განვიცხოვროთ. კი, ტკივილს განვიცდით, იმისათვის, რომ უფრო მაღალ ლეველზე გადავიდეთ, ცნობიერება ავიმაღლოთ, მაგრამ ჩვენ სამყაროში იმისთვის არ მოვდივართ, რომ მხოლოდ ტკივილი განვიცადოთ. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ტკივილს მოგვაყენებენ, ცნობიერება ავამაღლოს, როდესაც ცნობიერებას იმაღლებ, მაშინ ტკივილიც ნელ-ნელა შემსუბუქდება. იმიტომ რომ როდესაც ხვდები რომ რაღაც ერთ ადგილზე გტკენენ ყოველთვის და იმ სიტუაციას როცა მოაგვარებ, მერე პრობლემები ესე რომ ვთქვათ ქრება. მყავს ესეთი ნაცნობი, რა თქმა უნდა მასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ვიცნობ და ყოველთვის ამბობს ხოლმე რომ ესეთი მეგობარი ყავდა, ახლა ესეთი მეგობარი ყავს. ანუ ტიპი გვერდით უზის და იმაზე ამბობს, რომ საშინელი მეგობარია, ну, რა თქმა უნდა, მის სურგს უკან. ესეთი ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ჩაიხედეთ თქვენს გულებში. ჩაიხედეთ თქვენს გულებში და სხვას ჯერ რაღაცას ნუ დააბრალებთ. ან თუ ეს ადამიანი რეალურად ესეთია, რატო ხარ მასთან? აი ხშირად მიკვირს ხოლმე ესეთი ადამიანების არა, სიმართლე გითხრათ ძალიან არ მიკვირს, იმიტომ რომ მეც ვყოფილი ვარ ესეთ სიტუაციაში, რომ ერთი და იგივე რაღაცაზე მრავალჯერ მიპატიებია ადამიანისთვის და შანსი მიმცე, იმიტომ რომ ყველა ჯერზე უფრო უკეთესი მიზეზით მოდიოდა. ისე რომ ვთქვათ, ანუ კარგი манипуляტორი იყო, მაგრამ ვინც კარგი манипуляტორი არ არის და ვინც შედარებით ესე რომ ვთქვათ, ხვდებით რაში არის, ანუ გამიზნულად ტკენს საკუთარ თავს, ანუ ხვდებით რომ ეს ადამიანი მართლა უვარგისია, გინდა მეგობარი იყოს, გინდა შეყვარებული იყოს, გინდა მშობელი იყოს, რატომ აძლევთ იგივეს გაკეთების უფლებას? აი ყველაზე მეტად რაზეც მეშლება ხოლმე ნერვები. ხო შეიძლება ის სხვადასხვა რაღაც რო გავნოს, სხვადასხვა რაღაცით რო გატკინოს, არა, ერთი და იგივე პრობლემაზე წრეზე მიდიხარ. რას ნიშნავს საბოლოოდ ეს, რომ ერთი და იგივე პრობლემაზე მიდიხარ? ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცის გეშინია, ადამიანის დაკარგვის გეშინია. ფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება რაღაც უკეთესად იყოს. აი, გააგდე. დაასრულე. წადი შენს გზაზე. არ არის საჭირო, რომ ადამიანებს, ესე რომ ვთქვათ, კიპასავით მოვედოთ და არ გავუშვათ. იკანზე კიპასავით მოვედოთ და არ გავუშვათ. ვინ არიან ეს ადამიანები? გინ მეგობარი იყოს, გინ შეყვარებული იყოს, გინ ნათესავი იყოს, არც ერთი ადამიანი შენზე ნაკლები არ არის და შენზე მეტი არ არის. ყოველს უნდა მიუდგე აი ამ მიდგომით, რომ არავინ შენზე ნაკლები და არც მეტი არ არის. უბრალოდ, როდესაც ხვდები, რომ ეს ადამიანი შენთვის სასიკეთო არ არის და სასარგებლო არ არის, უშვებ. არ არის საჭირო დიდი მიზეზები, ხალატი, ტყუილი და ასე შემდეგ იმისათვის, რომ ადამიანი თავის გზაზე გაუშვა. ხო? მე ძირითადად ხოლმე ისეთი, ანუ ვინც მეგობრები ვინც მყავდა, ისე გამიშვია, რომ არ განმიხილავს მასთან. რატომ? იმიტომ რომ არაფერი არ არის განსახილველი. ადამიანმა გამიზნულად დაგიშავა, ადამიანმა გამიზნულად გატკინა. თუ ეს გამიზნული არ იყო და თუ ეს რაღაც შემთხვევით დაუშვა, ამის პატიება შესაძლებელია, მაგრამ ადამიანმა, რომელიც გამიზნულად გატკინა, როგორ შეიძლება ესეთ ადამიანს ესაუბრო და უთხრა, რომ ეს შენ ისე უნდა მოქცეულიყავი? ამაზე მახსენდება ხერხისა და გველის ანდაზა. ამოედო ამ ხერხს, გაიჭრა კანი გველმა და იმის მაგივრად რომ გზა გაიგრძელებინა გველს, შემოიხვია ხერხს. და ყოველ შემოხვევაზე უფრო და უფრო ზარალდებოდა, რატო ის ხერხია, რომელიც გტკენს და არ უნდა მიხვიდე მასთან. შენ კი ხარ გველი, რომელიც იმდენად უვიცია და იმდენად ვერ იაზრებს იმას, რომ თავი დაანებოს ამ ხერხს, მიდიხარ და უჭერ ამ ხერხს კიდევ, სანამ არ მოკვდები იქამდე. ნუ აქ პირდაპირ გადატანის სიკვდილი ჩვენ შეიძლება არ მოკვდეთ, მაგრამ სტრესი,
დეპრესიაც კი შეიძლება დაიმართოს ძალიან ბევრ ადამიანს ამაზე. მსხვერპლის როლში, როდესაც უკვე ვართ შესული, მსხვერპლის როლიდან გამოსვლაც კი ძალიან რთულია. ძალიან ცოტა მიზეზი არის იმისთვის, რომ ხერხს შეეფრწოლო. არანაირი მიზეზიც კი არ არსებობს, მაგრამ თუ სიკვდილი გინდა და თუ ცხოვრების გაუბედურება გინდა, მაგ შემთხვევაში ხერხს შემოეხვევი. დანარჩენ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გადააბიჯო ვიღაცისთვის, რომ ამბობენ ხოლმე მის დადებით ასპექტებს რა, ადამიანის დადებით ასპექტებს, რომ მაგრამ ესეთია, მაგრამ ესეთია, ისთან ესე იქცევა ამ ადამიანთან. მე საერთოდ არ მაინტერესებს სხვასთან როგორ იქცევა. ჩემთან როგორ იქცევი, როგორი ხარ ჩემთან. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც არ მოვწონდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი რეალური და არასოდეს არ მოვიტყუებოდი, არასოდეს არ ვიტყოდი იმას, რასაც არ ვფიქრობდი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია манипуляция, რომელსაც არ შეუძლია აფერისტობა, რომელსაც არ ძალიან რეალური ვარ ამ სამყაროსთვის, ამის თქმა მინდა უბრალოდ. არ შემიძლია ძალით ვიყო ვიღაცასთან, არ შემიძლია ვიღაცას რაღაც გაუკეთო იმისთვის, რომ თვითონ რაღაც გამიკეთოს და ასე შემდეგ. ანუ არ ვარ ეგეთი ადამიანი და ცხოვრებაში სულ ეგეთი ადამიანები მხვდებოდნენ სამეგობრო წრეში ხოლმე. რომ ძირითადად რაღაცისთვის მიყენებდნენ ხოლმე და რეალობაში გულში არასოდეს არ მოვწონდი. და მე ჩემს თავს ხოლმე იმით ვამშვიდებ, რომ ესეთ უბრალოდ შემიშურდათ მეთქი, ანუ ცოტა ეგოსაც მიმაღლებდი, არა. ეგო არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მართლა ისე იყო, რომ ჩემზე უფრო სუსტებთან მქონდა ურთიერთობა, არ ვიცი რატო თითქოს და ამ ადამიანების დაცვა მინდოდა რომ სხვები უფრო უკეთესი გამეხადა, მინდოდა რომ დავხმარებოდი სხვა ადამიანებს, როდესაც მე თვითონ ვიყავი დასახმარებელი. მე ვის უნდა დავეხმარო? კი, შემიძლია როდესაც ადამიანი მოდის, მთხოვს რაღაცას დავეხმარები, მაგრამ იმ შეცდომას აღარ დაუშვებ, რომ კითხვის გარეშე, ანუ თუ ადამიანმა არ მკითხა და არ მოთხოვა რაღაცის გაკეთება, მე რაიმე კითხვას არ ვუპასუხებ და რაიმე თხოვნას არ შევაცვლებ, თუ ეს მისი ინიციატივა არ არის. ყოველთვის მე ჩემი ინიციატივით მივდიოდი, ყოველთვის მე ჩემი ინიციატივით ვეხმარებოდი ადამიანებს, ყოველთვის იმ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც ჩემზე სუსტები იყვნენ, ან რომლებსაც ჩემი შურდათ. და ეს ყოველთვის უკან მაგდებდა და მათ დონეზე დავდიოდი ხოლმე. და ამან ძალიან შეასუსტა ჩემი ენერგეტიკაც და ჩემი სასიცოცხლო ციკლიც. სიმართლე გითხრათ, ამიტომაც ეხლა ვარ მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს კომფორტულად, არათუ კომფორტულად ვგრძნობ, არამედ თანაბრად ვგრძნობ. და ისეთ ადამიანებთან ვარ ხოლმე, რომლებიც მე თუ რაღაცას ვასწავლი, ისინიც რაღაცას მასწავლიან. ყოველთვის ჩემგან იყო ხოლმე გაღება და არასოდეს იქეთ შეიძლება ვიღებდი, მაგრამ არასოდეს საკმარისს და ყოველთვის ესე რომ ვთქვათ, დაცლილი საბოლოო ჯამში მე გამოვდიოდი. ხო, ნუ ესეთ სიტუაციაში რა უნდა გამეკეთებინა? ვიგრძენი ნამდვილად ტკივილი, მეგონა რომ თავის დროზე ისიც მეგონა რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი მე, მაგრამ არა. განმიცალე ტკივილი, შემდეგ გაანალიზება წამოვიდა. მერე მივხვდი რომ იცი რა, მე ამ ურთიერთობაში რეალური ვიყავი. მე ეს ურთიერთობა მინდოდა. მე ამ ურთიერთობაში ეს და ეს გავაკეთე. საბოლოო ჯამში იმან რა გააკეთა, ანუ რომ დავხაზოთ, ნუ მე არ დამიხაზავს ახლა, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ მე აქეთ ამხარეს ჩემი ასპექტი და აქეთ ამხარეს ჩემი მეგობრის, ან პირობითად ვინმეს ასპექტი, ხო? რომ მივხვდი, რომ მე ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე და მე რეალურად მინდოდა საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობისთვის ვიბრძოლებდი კიდევაც, მაგრამ როცა ვნახე აქ რას აკეთებდა ეს ადამიანი, წამშივე გავწყვიტე ურთიერთობა. არანაირი ჩხუბი, არანაირი იმის თქმა, რომ მე ეს გავაკეთე შენთვის, ჩემს თავს არ იმსახურებ და ასე შემდეგ. ხშირად მინახავს ხოლმე ადამიანები, რომლებიც შორდებიან, რიდებიან ამ დაშორების დროს გოგოები ხოლმე, ან რავი ბიჭებიც ალბათ. შენ ჩემი ღირსი არ ხარ.
ანუ თუ იცი რომ შენი ღირსი არ არის, რატომ ურიგდები 7 ჯერ? მაშინ არ თქვა ეგ წინადადება. თორე უპატივცემულობა გამოდის ისევ შენი მხრიდან და შენი პარტნიორიც მიხვდება რომ ძალიან მარტივად გამოსაყენებელი ხარ. აი რატო ამბობთ ხოლმე მაგას რომ აი ძალიან ბევრისგან მინახავს მართლა განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში შენ ჩემი ღირსი არ ხარ. თუ ვიღაც შენი ღირსი არ არის, წამშივე დაიმშვიდობე, რა საჭიროა იმის ლაპარაკი, ვინ არის ღირსი, ვინ რის ღირსია და ასე შემდეგ. არ არის საჭირო. შენს ანერვიულებადაც არ არის საჭირო ეგ ადამიანი. თავი გაანებე. თუ მართლა შენი ღირსი არ იყო და ამ ყველაფერთან ერთად შენ მაინც მასთან იყავი, როცა დაგკარგავს, ის მიხვდება შენს ფასს. და არა შენი ლაყბობით რომ იცი რა შენ ჩემ დონეზე ვერასოდეს ვერ ამოხვალ და აი მაგას რო ადამიანი ამბობს უკვე ვიცი აი ვიღაცამ რომ მითხრას რომ შენ ჩემ დონეზე ვერასოდეს ვერ ამოხვალ უკვე ხვდები რომ მე ის დონეზე კი არა ანუ მასთან ახლოსაც კი არ ვარ საერთოდ ამ პლანეტაზე არ ვარ მასთან ნაკლები ლაპარაკი მეტი თავის დაფასება და მეტი მოქმედება that's it ტკივილი იქიდან კი არ მოდის რომ ვიღაცამ მოგატყუათ, ვიღაცამ გიღალატათ, ვიღაცამ დაგიშავათ რაღაც და ასე შემდეგ. კი რა თქმა უნდა ამას თავისი ტკივილი აქვს, მაგრამ აი ეგ ტკივილი ჩემი აზრით ერთჯერადია, ანუ როდესაც ადამიანი რაღაცას გაგიკეთებს, პირობითად ღალატი ავიღოთ. აი ძალიან მაინტერესებს ხოლმე იმ ადამიანების, ცოტა სხვაგან შეიძლება გადავიდე ამ საკითხით, მაგრამ აი რომ ღალატობენ მე პირადად, მე რატომ უნდა შევწყვეს რომ ამ ადამიანმა მიღალატა. აი მე რატო უნდა შემრცხვეს, რომ ამ ადამიანმა მიღალატა. პირიქით უნდა დაიმარხოს ამ ადამიანმა თავი. ხო? იმ შემთხვევაში შემრცხვება თუ ამასთან ურთიერთობას გავაგრძელებ. ხვდებით არა? ხო, აი რო დაუბრუნე იმ საკითხს, რისით მეც მინდოდა. ტკივილი რეალურად არ მოდის იქედან, რომ ვიღაც გამიზნულად ტკენ. ტკივილი მოდის იქედან, რომ თქვენ ამის უფლებას აძლევთ მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მეათეჯერ, მეათასედჯერ. ტკივილი მხოლოდ აქედან მოდის. და ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცილი და აი რატომაც ეხლა მოდის ეს ამხელა ენერგია იცით და რატომაც ბრაზდები კიდევ ამაზე იცით? ერთ ადამიანს ანუ სადაც მე ერთ თვეში უნდა დამესრულებინა ურთიერთობა, პირად ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. ანუ ამ ჭკუით რო ყოფილიყავი რა თქმა უნდა და ამ ცნობიერებით. ერთი თვეც არა ალბათ. ერთი თვეში უნდა დამესრულებინა ურთიერთობა და თითქმის წელიწამდე გასტანა. მე ამ ადამიანს რამდენჯერმე ვაპატიე. ეხლა ამ ადამიანზე კი არ ვბრაზობ. საკუთარ თავზე ვბრაზობ, რომ მე მივეცი ამის უფლება. ანუ ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი, მე რომ ამდენი უფლება მივეცი, ამდენი შანსი მივეცი. ყოველთვის ამას ინანებ ცხოვრებაში, ყოველთვის. შეიძლება მე დიდი ასაკი არ მაქვს და დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მე ნაცხოვრი მაქვს რაღაც პერიოდი და მაქვს გამოცდილება ურთიერთობებში და შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი რასაც ინანებთ ურთიერთობაში არის ის, რომ თქვენ აძლევდით მაგ ყველაფრის უფლებას. სხვას არაფერს არ ინანებთ. უბრალოდ იტყვით, რომ კარმა მიხედავს, სხვა ადამიანმა იწოლოსაცი ამასთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. თქვენ გააგრძელებთ იმ ცხოვრებას, როგორითაც ცხოვრობდით, თქვენს ლაღ ცხოვრებას, თქვენს ბედნიერ ცხოვრებას, თქვენს ღიმილიან ცხოვრებას, თქვენს წარმატებულ ცხოვრებას. იცოდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდიან თქვენთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში მიაქვთ თქვენი სასიცოცხლო ენერგია რაღაც დონით. ასე რომ ჯობია ძალიან ფრთხილად აარჩიოთ პარტნიორი, ან არა და დაჭერთ და TikTok-ზე უყურებთ სხვა ბედნიერ წყვილებს. მე პირადად ეგ მირჩევნია. სხვადასხვა წინა ვიდეოში ვახსენე მსგავსი მაგალითი, რომ საკუთარ თავზე წარმოგიდგინათ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ მთავარი პერსონაჟი ფილმში. მაგრამ ამასთან ერთად ისიც იცოდეთ, რომ ამ სამყაროში თქვენი სული თქვენ სხეულში არის მთავარი პერსონაჟი შენ ცხოვრებაში. მე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მე. და რა ჩემი და მშობელი, ნათესავი, მეგობარი. მე მინდა რომ წარმოიდგინოთ თვითონ ფილმში. იმიტომ რომ ზოგადად
რაც ხდება ხოლმე ჩვენს თავს, ძალიან რთულია, რომ გავაანალიზოთ. იქამდე სანამ არ წარმოვიდგენთ, რომ ვიღაცასთან ხდება ეს. აი, მეგობარი რომ ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს ხოლმე, რატომ გვაძლევს ის კარგ რჩევებს? აი, არ დაფიქრებულ ხართ, იმიტომ რომ ის ყურებს შენს მხარესხაც და შენი პარტნიორის მხარესაც. თუ აი როგორ იქცევით ეს, ანუ რა ხდება საერთოდ თქვენ შორის. მაგრამ როდესაც შენ უყურებ თუ შენ როგორ გექცევიან და იმას აღარ უყურებ, რომ შენ როგორ ექცევი და ასე შემდეგ, რთულია განსაჯო, რომ რა ხდება, რატომ მოვდგენთ ერთმანეთს, რატომ არ გამოდის სიტუაციები და ასე შემდეგ, ხო? იგივეა. იგივეა ამ სიტუაციაშიც. მე ვარ მთავარი პერსონაჟი, მაგრამ თუ მინდა წარმოვიდგინო, რომ აი როგორ შემიძლია ჩემი ცხოვრება უკეთესი გავხადო, მაგ შემთხვევაში წარმოვიდგენ ჩემ თავს ფილმში, რომელიმე ფილმში, სადაც იგივე სიტუაცია ხდება, რაც ჩემს თავს და აი მე რაც გავაკეთე რეალურად ის ძალიან სასირცხვილო ყოფილა. და თურმე საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა საერთოდ არ მქონია. ანუ მაგალითად, პარტნიორმა მიღალატა და მეც ავდექი და ვუღალატე. ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი ვიყავი, მაგრამ მე რო ფილმში ვხედავ ამ ყველაფერს ისეთ საშინელი შესახედავია, რომ თითქოს და მე საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა არ მაქვს. თითქოს არა. არ გაქვს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სიტუაციას გარედან შეხედოთ. ამიტომაც უნდა კითხოთ ხოლმე აზრი, ოღონდ ისეთ მეგობარს უნდა კითხოთ აზრი, რომელსაც არ შურშენი, შენზე კარგი უნდა ყოველთვის და ასე შემდეგ. ნუ უკეთესი იქნება თუ დაასან ძმას და ძალიან ახლო ადამიანს თხოვთ ხოლმე, რომ დააკვირდეს ზოგადად თქვენ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალებში და უტყურად უნდა უთხრათ. ბოლოს რაზეც ვისაუბრებდი, იქნებოდა ის, რომ როცა რაიმე ტკივილს განიცდით სხვა ადამიანებისგან, ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ეს ტკივილი მრავლდება. აი როგორ მრავლდება ხოლმე, იცით? როდესაც რაღაც ტკივილი მოდის, ვცდილობთ რომ ეს რაღაცნაირად დავაკომპენსიროთ და სხვა რაღაცას ვაკეთებთ. მაგალითად, ვეწებით, მოწევას ვიწყებთ, დალევას ვიწყებთ, იგივეს გაკეთებას ვიწყებთ სხვა ადამიანებს, მაგალითად, მე თუ ცუდად რაღაცნაირად მომექცენ, ვიწყებ რომ სხვებსაც ეგრე უნდა სხვებსაც ნერვები უნდა მოუშალო, სხვებსაც უნდა ვატკინო ისე როგორც მე მატკინეს გული. მნიშვნელოვანია რომ ამ დროს მიხვდეთ რომ ჩვენ ვართ ადამიანები. მოვედით ამ სამყაროში იმისთვის რომ მივიღოთ გამოცდილება. მე შენ გადგენ, შენ მე მატკენ, bla bla bla. მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფრისგან დისტანცია აიღოთ და მიხვდეთ რომ ეს ტკივილი თქვენი არ არის. და ამ ყველაფერზე მაღლად ადგეთ. და უბრალოდ გაგამზე მოისროლოთ ეს ტკივილი. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება ტკივილს გამრავლების. იმიტომ რომ თუ ერთხელ მიეცით გამრავლების უფლება, იცით რომ ნეგატივი ცხოვრებაში საშინელი რამ არის. ერთი ნეგატივი დაგემართა და მაგას ყურადღება მიაქციე, ყველაფერი შენ ცხოვრებაში თავდაყირად დადგება. აი დილით რომ რაღაც ცუდად მოხდება, რაღაც ცუდი რომ მოხდება და მთელი დღე რომ რაღაცნაირი დღეა. რატო? ნეგატივი იზიდავს ისევ ნეგატივს. თუ ადამიანმა რაღაც 10 კარგი რაღაც გაიგიკეთათ და ერთი ცუდი რომელი დაგამახსოვრდებათ, აბა რომელი დაგამახსოვრდებათ, რა თქმა უნდა ის ცუდი, ნეგატივს აქვს ძალიან დიდი ყურადღება მიაქვს და ძალიან დიდი ენერგია აქვს. ამიტომ სწორად გამოიყენეთ ეგ და არ მიცეთ უფლება ამ ნეგატივს და ტკივილს რომ შეგჭამოთ, დეპრესიაში ჩაგაგდოთ, ცუდი რაღაცები გაკეთებინოთ, შურისძიების სრული გაგიჩნდეთ. მოუარეთ საკუთარ თავს და იყავით ლაღები. Voila.